ხელ აქცია დევნილებამ მოაწყვეს გაუსაძლისი პირობების გამო, უბრალოდ ისინი იყინებოდნენ. დღეს 3 მათგანი არის დაკავებული, 2 ქალბატონი და 1 ახალგაზრდა ბიჭი და რაც ყველაზე სერიოზული პრობლემაა, მათთან ადვოკატი არ შეუშვეს. ადვოკატს უბრალოდ დაუმალეს, რომ აქ ყავთ დაკავებული ადამიანები, ირღვევა კანონი. აი აქ ამ ვითომ გამჭვირვალე შემნობაში სინამდვილეში არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე კანონები და აბსოლუტურად გაუმჭვირვალე დამოკიდებულება ადამიანებთან. მათ წაყენებული აქვს ბრალად 353 მუხლის სისხლის სამართლის კოდექსის, რომელიც ითვალის მეორე ნაწილი, ანუ ჯგუფური, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ჩემი შვილი დინის ალიოხინის სახლიდან გაიყვანეს დღეს 2 საათზე. უთხრეს ოშუქის თაობაზე გაარკვევენ, გამგეობაში წაგიყვანთო, მოატყვეს ბავშვი და წამოიყვანეს პოლიციის საპატრულო განყოფილებაში და 7 საათზე მეუბნებიან, რომ ბავშვი დაპატიმრებულია წინააღმდეგობის მუხლითო.